უმაღლეს ხელოვნებად ქცეული სანახაობა და მისი უდიდებულესობა. მაყურებელი, წარმატება და წარუმატებლობა, ობიექტური შეფასება და სამართლიანი კრიტიკა. თეატრზე უზომოდ შეყვარებული ადამიანები, სცენაზე და სცენის მიღმა. ავანსცენა. ნიკა წულუკიძესთან და სალომე კასრაძესთან ერთად რადიო იმედზე. საღამომშვიდობისა. მოგესალმებით ძვირფასო რადიო მსმენელებო, ეთერშია გადაცემა ავანსცენა სალომე კასრაძესთან და ნიკოლოზ სოლუკიძესთან ერთად. საღამომშვიდობისა. დღეს ჩვენ საუბრობთ, რა თქმა უნდა, ყოველ გადაცემაში სასაუბრო თემა არის თეატრი. დღეს კი ვისაუბრებთ თეატრალურ ფესტივალზე საჩუქარი და განსაკუთრებით პიტერ ბრუკზე, რომლის სპექტაკლებსაც მეც და ნიკოლოზიც ვესწრებოდით, გუშინ და გუშინ წინ რუსთაველის თეატრში. შენ თუ მანიშვილში ხო არ ვიყავი? არა, რუსთაველის თეატრში. ორივე საღამოს არაჩვეულებრივი წარმოდგენები, მართლაც აი ამ დრომდე ვარ შთაბეჭდილების ქვეშ და ამაზე ჩვენ შეგვიძლია ნამდვილად და ფესტივალს ასე ქვია, გიფთი, ანუ საჩუქარი და ნამდვილად საჩუქარი იყო თეატრალური საზოგადოებისათვის. სალომე, მე არ ვიცი, ძალიან იშვიათად მქონია განცდა, რომ პირველი წუთიდან ბოლო წუთამდე ყოფილიყავი მიჯაჭული სცენაზე მიმდინარე მოვლენებისა და მივხვდი, რომ ეს არის დიდი რეჟისორის სპექტაკლი, რომელმაც ყველა ფორმა, ყველა ძიება, ყველა სტილი ამოწურა და ყველაზე უბრალო და ყველაზე სადა წარმოდგენა გენიალურად შემოგთავაზა. ამიტომ მე მიხარია საჩუქარის დაბრუნება, საჩუქარის ესეთი 4 წლიანი პაუზის შემდეგ საჩუქარი დაბრუნდა და დაბრუნდა როგორ? თანაც როგორ? პიტერ ბრუკის სპექტაკლით, არც მეტი და არც ნაკლები. ქეთი დოლიძე გვერდება პირდაპირ ეთერში. ქეთი, მოგესალმებით. საღამომშვიდობისა. გილოცავთ. ძალიან სასიამოვნო. აი ახლა ჩამოვჯიხი ბატონ ვიშას კანდაკებაზე პირდაპირ აი ქვევით პოსტამენტზე. და ისე გელაპარაკები. ქუჩაში. უყურებ ქუჩაში ვარ, უყურებ აი დაკრულია ყველგან დახატულია ასფალტზე გიფტი 2013 ახალგაზრდების ჯიტა სტუდენტების საჩუქარია, ასეთ გაგვიკეთეს წელ ქალაქს მოსდეს. მე მინდა გამოვაცხადო განსაკუთრებით, რომ ბრუკმა დაიწყო დღეს ჩამოდის მის ქალიშვილი, რომელიც დიამეტრალურად განსხვავებულ სამ სპექტაკლს აჩვენებს. ეს არის სხვა ხელწერის ადამიანი, სრულიად ირინა ბრუკი. ეხლა რეპეტიციას გადის დიმიტრი კრიმოვი, რომელიც ხვალდაზე პირველ სპექტაკლებს აჩვენებს ბუნინის მიხედვით და ხვალ გრანდიოზული კონცერტი ექნება რიყეზე 8 საათზე სტასნამის. თავისი ჯგუფი ცლიტი. ეს ლეგენდარული ჯგუფია. სტასნამიანი არის ისეთი დიდი მუსიკოსების აი პირადი მეგობარი, როგორიც არის სტინგი, როგორიც არის როგორც იყო არის Queens, აი ისინი მასწავლიან ერთ-ერთ ყველაზე დიდ მუსიკოსად, ასეთი გურუ არის და პირველი მეამბოხე საბჭოთა კავშირში. პირველი მეამბოხე. ეს საოცრება ანასტას მიქოიანიშვილის შვილია და პირველი მეამბოხე და პრაქტიკულად როგორ გითხრათ, აი რევოლუციონერი, ეს დისიდენტი 60-იან წლებიდან დაწყებული იყო სტასნამი. მერე ამას გააგრძელებს კულბერგის ბალეტი, მერე ჩამოდის ვირტუოზი მსახიობი გაი მასტერსონი თავის მონოსპექტაკლით შაილოკი და რა ვიცი, აი გელოდებათ ეს საოცრებები. ორი სიტყვით რომ ვისაუბროთ პიტერ ბრუკის სპექტაკლზე, მე იშვიათად მინახავს ესეთი ერთსულოვანი საზოგადოება, რომელიც ყველა შეთანხმდა, რომ ეს იყო გენიალური სპექტაკლი. როგორ წავიდა მეორე დღეს და როგორი გამოხმაურება? აი მეორე დღეს კიდევ უკეთ წავიდა. აი გუშინ ისეთი ხდებოდა, რომ დაინგრა დარბაზი, იმიტომ რომ ესენი დამკვიდრდნენ, პირველ დღეს ძალიან ღელავდნენ და როგორი იყო არა პირველი დღის სპექტაკლი. აი მეორე დღეს უკვე აღარაფრის რო აღარ ეშინოდა, სცენაც მოირგეს, დამხელა სივრცეში, რა ტექნიკა აქვს, ნიკა, როგორ ისმოდა ყოველი სიტყვა, მიკროფონის გარეშე მღეროდა ეს უნიჭიერესი ახალგაზრდა განგი მომღერალი ქალი, რომელიც 3000 პრეტენდენტში აარჩია პიტერ ბრუკმა. ეს არ არის ასე ადვილი, ხო? თითოეული მათგანი იყო უმკაცრესი კასტინგის შემდეგ შერჩეული. და ნუ ახლა ამხელა გურუსთან როცა მუშაობ, იცი რა, მე გუშინ ვამბობდი ერთ-ერთ ეთერში, რომ აი მე პიტერ ბრუკს და სულაც არ მეშინია, სულაც არ მრცხვენია,
თანამედროვეს უნდა მიაგო ის რაც მას ერგება ის უკვე 88 წლის არის და უკვე თვითონ შეუძლია აირჩიოს ვის მოეწონოს და ვის არა იმდენი რამე აქვს შექმნილი აი მე თქვი გუშინ და კიდევ ვიმეორებ მაგონეს როცა ფლორენციაში შევედი აკადემიაში გამოფენაზე და იქ დგას დავითი რომელიც ახალგაზრდა მიხელანჯელოს გაკეთებულია და მისი სრულყოფილება აი ყოველი ძარღვი თეთქავს თვალი იხედება აი თითქოს სრულყოფილება ასე ვთქვათ აი ფიდიუსის და იმის ქანდაკებების მსგავსად მერე გვერდზე დგას ორი მონა თითქოს დაუმთავრებელი და პიეტა ესე იგი დატირება აი იქ ნიკა აღარ აინტერესებს იმდენად ისეთი აბსტრაქცია რომ მიქელანჯელოს აღარ აინტერესებდა დეტალები ისე როგორც პეტერბურგს არ აინტერესებს თეატრში რახაბრუხი იქიდან ჩამოვარდება რაღაცა აფეთქდება 7 ტონა ბოლი გამოვა მე რაღაცა ეს მისთვის უკვე განვლილი ეტაპია კი გუშინ აი ეს თქვი მეწეღან კი ნამდვილად ხო ეს არის აი სრულყოფილება სისადავე აი ბევრმა რაღაც 1-2-მა თქვა ფათაშორისო ამას არ ველოდი რა უბრალოა და ყველაფერი გენიალური რო უბრალოა აბა ნახეთ პირამიდები არ არის უბრალო კოსტიუმებით დამთავრებული მართლაც აი მთელი დარბაზი იყო ჩართული და მიჯაჭვული მსვლელობას და კეთი ძალიან საინტერესოა მიმართვა რომელიც გამოგზავნა მან იმიტომ რომ მის დამოკიდებულება ქართული კულტურისადმი კიდევ ერთხელ გვაჩვენა თუ როგორ უყვარს როგორ ახლოს იცნობს იგი ჩამოდიოდა მეგობრობდა თუმანიშვილთან კახეთში რობიკოს ტურუასთან რეზო გაბრიაძესთან კი ნამდვილად გიგალურ თქიფანიძეს რო ყავდა კახეთში აი ეს წერილიც მაქვს მე წაკითხული მისის თავეცდილებები კახეთთან და როგორ იხსენებს თბილის ქუჩებს ვიწრო ქუჩები ფართო ქუჩები რაღაც დეტალურად ყველაფერი არა იცით აი აბსოლუტურად წინვალე სიტყვა აი თამუნა ჯაფარიძე მისე კარგად გვითარგმნა რომ რაღაცა დიდი პოეზია ასე ვთქვათ აი მართლა პოეზია რა ხო და ესეთი პოეტია აი 98 წლის ასაკში წარმოგიდგენიათ ასეთი ახალგაზრდული სპექტაკლი გააკეთო აი ორი ახალგაზრდის სიყვარულზე ვნებაზე პატიებაზე ეჭვიანობაზე და სამაგიეროს გადახდაზე წარმოგიდგენიათ აი თვითონ როგორი ჩანაფიქრია აი როგორ სჯის ამ ქალს ეს თავისი ქმარი ამაზე უფრო დახვეწილი სასჯელი შეიძლება ადამიანმა მოიფიქროს და ამით იკლავს ამაშია საქმე ძალიან დიდი მადლობა გვინდა გითხრათ კეთი რომ მოიცალეთ ჩვენთვის ჩვენ აქტიურად გავაშუქებთ ფესტივალის მიმდინარე მოვლენებს და გისურვებთ წარმატებას და ძალიან მიხარია რომ იმედი ისევ ჩვენი მხარდამჭერია ჩვენ ძალიან გვიხარია რომ ვაშუქებთ ექსკლუზიური ჯიდეს მე მგონი და იმედი არიან ექსკლუზიური მხარდამჭერები ფესტივალ საჩუქარის ეს რაც შეეხებოდა საჩუქარს და ჩვენ როგორც დაგვირდით მომდევნო სამშაბათსაც აუცილებლად შევეხებით ამ ფესტივალს მე უნდა გითხრა სალომე რომ ძალიან მნიშვნელოვანი და სასიხარულო პრეცედენტი მოხდა რამდენიმე დღის წინ ქართულ თეატრალურ სინამდვილეში მუშტაიძის ბაღი რომელიც იყო ბავშვებისათვის ძალიან საყვარელი და არის დღემდე გასართობი ადგილი კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქცია შეემატა ის გახდა მოძრაობის თეატრის ნავსაყუდელი კი არა უკვე მშობლიური ადგილი იქ ბინა დაიდო მოძრაობის თეატრმა და საპრემიერო გენიალური სპექტაკლი წარმოადგინეს მე მინდა რომ ორი სიტყვით ვისაუბრო ამ სპექტაკლზე რაც იქ ხდებოდა ის იყო რაღაცა ზეიმი ყველაფერი ერთად სინთეზურად შეკრული უცბად მოვლენათა განვითარება იმდენად პარალელური იყო იმდენად მრავალფეროვანი რომ ხანდახან გიჭირდა რომ სულ ყველაფრისთვის ერთად თვალი ქედევნებინა და საოცარი ოსტატობა მსახიობებისა რომელიც ასაგვარელია მათი ოსტატის დამსახურება და სწორედ სოსო ბაკურაძე მოვიწვიეთ ახლა ჩვენ სტუმრად სოსო პირველ რიგში გილოცავთ ესეთი გილოცავების მერე უნდა გითხრა რომ ნიკოლოზი უკვე მეორე გადაცემა ამ პრემიერაზე საუბრობს და არის აღფრთოვანებული მე სამწუხაროდ არ მინახავს და მე ამ შემთხვევაში ვარ დაინტერესებული პირი რომელსაც ყველა დეტალი მაინტერესებს 12 საათზე იყო როგორც ვიცი ხო პრემიერა მუშტაიძის ბაღში ჩვენ სამწუხაროდ დროში რაღაც შეგვეშალა და ვერ გავაშუქეთ ტელეკომპანია იმედი მაგრამ ვიცი რომ არც ერთი კომპანია არ იყო ხო ტელეკომპანია პრემიერაზე კიდევ როდის გვექნება საშუალება რომ ნახოთ პირველ რიგში მოგესალმებით დიდი მადლობა მოწვევისთვის მოგესალმები თქვენს მსმენელს
პრემიერა შედგა 8 ოქტომბერს ფესტივალის ფარგლებში იყო, ამიტომ ფესტივალის ორგანიზატორებმა დანიშნეს 12 საათზე, რაც შეეხება სამომავლოდ ნელ-ნელა ვცდილობთ რომ აი ფეხზე დავდგეთ და ალბათ ამ თვის ბოლოს უკვე ნამდვილად შევძლებთ რომ ვანახოთ ეს წარმოდგენა. უბრალოდ რაღაც ნაჩქარევად მოხდა ფესტივალისთვის ბევრი რაღაცეები ძალიან სწრაფად გავაკეთეთ და აი ხა ნელ-ნელა ისევ ვლაგდებით და მე მგონი აი 10 წელი ხო მაინც არის რომ აი ამ დღისთვის და ამ შენობისთვის ემზადებოდა თქვენ თეატრი და ზოგადად 10 წელი თეატრი 2001 წლიდან 2001 წელს დაარსდა და 2001 წლიდან მოყოლებული ვცდილობთ რომ ჩვენი სახლი გქონოდა 13 წელიწადი და 13 წლის თავზე უკვე მე-3 წელიწადია რაც ამ ანგარს ვაშენებთ მუშტაეთის ბაღში ჩვენი ძალებით და ელიავოს მუშების ძალებით მადლობა მინდა უთხრა ყველას ჩვენ აბსოლუტურად ყველა ადამიანს ვინც დაგვეხმარა თუნდაც პატარა წვლილი შეიტანა ან უბრალოდ მორალურად მხარში გვედგა და 13 წლის თავზე მოძრაობის თეატრს, ქუჩის თეატრს აქვს თავისი სახლი. ჩემი ხუმრობით იძახდა ხოლმე სანამ ავაშენებდით რომ ფაქტიურად არ არსებულ თეატრს ვაცხოვრებთო ესეო და თვითონ ხუმრობდა რომ ჩემი ქართული ოცნება ეს არის რომ ჩემი საკუთარი თეატრი მქონდესო და აი ეს 13 წელი თქვენთვის წარმატებული აღმოჩნდა. იმდენად დიდი ძალა რომ გააერთიანა დიდი ჯგუფი, მსახიობები, რომლებიც არ ვიცი, არანაირი დაფინანსება, არანაირი რაღაცა სპონსორი, რომელიც მუდმივად რაღაცა სტაბილურ ხელფასს მისცემდა ამ მსახიობებს, სულ ყველა ერთ სისხლს, ერთ ხორცს შეკრული და მუშაობდნენ, ვარჯიშობდნენ, სალომე, აი დაფრინავენ, უნდა გითხრა რომ არანაირი დამცავი ეგრეთ წოდებული სამაგრზე რო არიან დაკიდებულები ცირკში ყველაფრის გარეშე ეს მსახიობები ცაში სასრულობაში რაღაცა მე მოფრინავენ გონია რომ ეხა დაგეცემა და თურმე რეზინაზეა და უცბად იშენით მის ღერთან ჩერდება და წარმოიდგინე ეს რა განცდა რომ არ ვიცი საოცარი ემოცია და საოცარი თანაგანცდა იყო იმ დღეს მსახიობებისა და მაყურებისა რომელიც ამ სამს თვითონ სივრცე ძალიან ალტერნატიული ძალიან ინდივიდუალური არ გას კლასიკურ თეატრს სამ სექტორად არის დაყოფილი დარბაზი სამივე სექტორი ყველა ამბობდა რომ პირველი ჯობი A სექტორი B სექტორი მაგრამ მე მგონი ყველა ისეთია თვითონ სპექტაკლის კონცეფციიდან გამომდინარე ნიშნულობა არ აქვს სადაჯდებით ყველა მხრიდან დაინახავთ სპექტაკლს ეს 360 გრადუსი არის დადგმული რაც შეეხება ამ დაცვის მექანიზმებს, მთელი ხიბლიც ამაში არის, რომ ეს ექსტრემალური სანახაობა. საბედნიეროდ ეს სპექტაკლი საქართველოში დაიდგა ევროპულ ქვეყანაში დადგმული იყო, რა თქმა უნდა, ამის უფლებას არ მოგცემდნენ, იმიტომ რომ იქ ბევრი უსაფრთხოების ზომები არის გასათვალისწინებელი, მაგრამ ჩვენ დასასრულებლად რისკავთ, ხო, როგორც ყოველთვის საშუალები რისკავთ. შინაარსზე უფრო რომ მოვანდომოთ მაყურებელს მისვლა და ნახვა სპექტაკლს ხან ჯოჯოხეთში ხდება მოქმედება ხან გემი მიცურავს და ეს რა ხდება მოკლედ სპექტაკლში ხან 64-ია და დაფრინავენ და ეს ჩანგი და ეს აი ვიცი მე მგონი უფრო მეტი განცდა რეალური ეს ისეთი მინიმალისტური ნიუანსებით და მეტაფორებით იყო მიმანიშნებელი ვოკალი იშვიათად რომ პანტომიმა ცეკვის თეატრი მოძრაობის თეატრი მეტყველება ყველაფერი ერთად იყო დრამატურგია ეს იყო სინთეზი მე მგონი მოდი ამ კითხვაზე თუ შეიძლება რეკლამის შემდეგ ვისაუბროთ საინფორმაციოც გავა ეთერში და უკვე დაგიბრუნდებით ასე რომ დარჩით FM 105.9-ზე ავანსცენა ნიკა წუნუკიძესთან და სალომე კასრაძესთან ერთად რადიო იმედზე დაგიბრუნდით პირდაპირ ეთერში გრძელდება გადაცემა ავანსცენა და ჩვენთან ერთად კვლავ ჩვენი სტუმარია რეჟისორი სასო ბაკურაძე და ჩვენ ვსაუბრობდით სასო მსახიობებზე. მოდი ვუთხრათ ჩვენ მსმენელს ვინ არიან მსახიობები ვინც აი ამ პრემიერაში მიიღო მონაწილეობა 7 არიან ხო ისინი? დიახ. მოგვიყევი ვინ არიან საიდან შეიკრიბნენ არიან თუ არა მსახიობები მე ვიცი რომ ძალიან საინტერესო შემადგენლობაა. დიახ. ჩვენ სპეციალურად ამ სპექტაკლისთვის სპექტაკლი გამა ქონდა კასტინგი, შერჩევა მსახიობების, უამრავი მსახიობი მოვიდა.
თუმცა ის ადამიანები ვინც დარჩნენ ჩვენთან ჩვენთვის პრიორიტეტი მაინც ფიზიკური მომზადება არის ეს მოძრაობის თეატრია აქედან გამომდინარე ზოგიერთ მათგანს საერთოდ არ აქვს თეატრალური განათლება უნივერსიტეტის ანუ ეს აუცილებელი არც არის ხო რომ მაგალითად რაღაც სპექტაკლებისთვის იცით ანუ კონკრეტულად ამ სპექტაკლისთვის არ იყო საჭირო სამომავლოდ არ ვიცი ხა რას დავდგავთ და რომ ვინ დაგჭირდება ეს დამოკიდებულია რეჟისორის არჩევანზე. თუმცა ამ კონკრეტულ სპექტაკლზე მაგალითად მყავს ერთი მსახიობი მყავს, რომელიც კედლებზე დარბის და ეს პარკურის მიმდინარეობა რო არსებობს. პარკური, რა თქმა უნდა, მსმენელს რო განვიმარტოთ, პარკურისტად როგორ ქვიათ? პარკურისტები. პარკურისტები სკეიტბორდით ესე დარბიან, დაფრინავენ მართლა ქალაქში და ქუჩებში, ხო, აი სასწაულ სანახაობას აკეთებენ და. ყავს ერთი ბალერინა, რომელიც კლასიკურ ბალეტს ეკავდა, თუმცა ეხლა უკვე ნაკლებად ეკავს ამ კლასიკურ ბალეტს. არიან თეატრალური სტუდენტები, რამოდენიმე კაცი. არიან ილიაუნის სტუდენტები, იმიტომ რომ აღმოჩნდა რომ ჩემი სტუდენტიც ერთ-ერთი გოგონა, რომელმაც მითხრა რომ დაჭიმული მქონდა პრესი და ვერ ვიცეკვე ამის გამო და ძალიან ნერვიულობდა, მოკლედ ვისაც უყვარს იოგას ახსენე ხო? ერთი მსახიობი მყავს, რომელიც იოგას ვარჯიშობს დღე და ღამე და ხერხემალი საერთოდ არ აქვს ამ კაცს, მე მგონი ისეთ რაღაცებს აკეთებს. თავარი რაც მინდა ვთქვა არის რომ რატომ უნდა მოვიდნენ რომ მოვიდეს მაყურებელი მოძრაობის თეატრში რომ იმას რასაც მოძრაობის თეატრში ნახავთ იმას სხვაგან ვერ ნახავთ ესე იგი უნიკალური სანახაობა არის ჩვენი პოლიტიკაც ეს არის რომ განსხვავებული ვიყოთ და თავარი არის ხარისხი და არ ვთქვათ რაღაც პიესის ხარისხი ან რეჟისორის სახელი ან ასე შემდეგ. თავარი არის ხარისხი სამსახიობო სტატობის და ზეიმი საერთოდ თეატრში. რამე ხანი ემზადებოდით აი ამ სანახაობისთვის 2001 წელი. არა, ანუ აი ამ კონკრეტული სპექტაკლისთვის ჩვენ ორი თვე ემზადებოდით, მსახიობებს აქტიური ვარჯიშები უტარდებოდათ. თვითონ დადგმამ დაახლოებით, სადაც 20-25 დღე გასტანა, მაგრამ თავარი იყო რომ იქ ისეთ ექსტრემალურ ტრიუკი როგორი ტრიუკებს არა, მაგრამ ამ ბილეთებს აკეთებენ რომ მათ ჭირდებათ ძალიან მაგარი ფიზიკური მომზადება. აი მე უნდა ვთქვა რომ ევროპაში და ამერიკაში ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს ეს ჟანრი და უფრო მეტი მაყურებელი ყავს ვიდრე დრამის კლასიკური გაგებით თეატრი. როგორი დამოკიდებულება და მოთხოვნა ჩვენში, არ მინდა სიტყვა ბაზარი ვიხმარო და უფრო უცხოელები არიან თქვენი მაყურებელი თუ ქართველი საზოგადოება? იცით არის მე ესე ვერ გავყოფ მაყურებელს, თუმცა რა თქმა უნდა ეს როდესაც ენის ბარიერი არ არსებობს სპექტაკლში, ბევრად უფრო ადვილი აღსაქმელია ნებისმიერი წარმომავლობის უცხოელისთვისაც და ნებისმიერი ადამიანისთვისაც ამ პლანეტაზე. ამიტომ რა თქმა უნდა ამქედან გამომპირობებულია ამ ჟანრის პოპულარობაც. ჩვენ ამას დრამატულ ცირკს ვეძახით. ხო, მაგრამ ეს არ არის ცირკი, ეს ხო ცირკის ელემენტები და იქ იმპროვიზაციები იყო. მე მგონი ერთადერთი ბავშვი ვარ, ვისაც არ უყვარდა ცირკი და არ მიყვარდა ცირკში. იცით არის მე ხშირად ხვდები ეს ადამიანებს რომ აი ცირკი არ უყვარს და ეს ცხოველები და ამ რაღაცა გაწვრთნილი ცხოველები ჩაკეტილები და თავისუფლებას მოკლებულები არ მიყვარს. როდესაც მე ვამბობ თქვა დრამატული ცირკი და საერთოდ თანამედროვე ცირკი დღესდღეობით რაც არსებობს, ნაკლებად არის აი ეს ცხოველებით დატვირთული მეტი წელი უფრო ეს აკრობატები, ჟონგლიორები. ეს მართლა საინტერესოა. სულ რა სისტემატიურად იქნება სპექტაკლები, რა დღეებში, რომელ საათზე და როგორ შეუძლია დაესწროს მაყურებელს და ზუსტი მისამართი რო გამოვაცხადოთ. რა შეეხება სისტემატიურობას, ჩვენ ახლა როგორც თქვი, ნელ-ნელა ფეხს ვიგავთ და ვცდილობთ რომ რეპერტუარი გავაკეთოთ. და სპექტაკლები საღამოობით იქნება ხოლმე 8 საათზე, თუმცა შაბათ-კვირას ვითამაშებთ ხოლმე პატარა ბავშვებისთვის. ამ წამს ახლა ვერ გეტყვით რომელ საათზე იქნება, მაგრამ შეგიძლიათ ჩვენს ვებგვერდზე შემოხვიდეთ მოძრაობის თეატრის. მე როდესაც მოდი გამოვაცხადოთ ვებგვერდი.
გითხარი მე ჩვენს Facebook-ის გვერდზე დავაშეარებთ მე. Movement Theater GR-ის Facebook-ზეც გვაქვს ჩვენი გვერდი მოძრაობის თეატრი ქართულად შეგიძლიათ ინგლისურადაც აკრიფოთ ჩვენ მისამართი არის აღმაშენებლის 182 ეს იურიდიული მისამართი არის ესე მუშტაეთის ბაღში მდებარეობს შინაურულად მუშტაეთის ბაღი ძალიან საინტერესოა და მე აუცილებლად მე უკვე მოვიპოვე ექსკლუზივი ნიკოლოზ და იმედი გავაშუქებთ შემდეგ სპექტაკლს და უნდა გამოვისყიდე შეცდომა რომ პირველად პრემიერზე არ ვიყავი დააშავეთ ნამდვილად სოსო აი თქვით უნდა მშობელს ბავშვის მოყვანა რა საკიდან შეიძლება მოვიდეს თქვენთან თვითონ უნდა რომ უკვე ჩამოყალიბებული იყოს და მიხვდეს თუ როგორ ხდება თქვენი გამრავლება და შევსება. იცით არის ჩვენ ნოემბერში ვფიქრობთ რომ გავხსნათ სტუდია, სადაც მსურველები მოვლენ. იქ უამრავი ადამიანი იკრიბება ხოლმე, ზოგს მსახიობობა უნდა, ზოგს უბრალოდ ფიზიკურ კონდიციაში უნდა მოსვლა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მაინც შობს რომ სადაც 16 წლის ქვევით არც ვიღებთ ხოლმე, იმიტომ რომ ადრეულია საკმაოდ და გაიაროს და ჩამოყალიბდეს ადამიანი. რა თქმა უნდა. და აი 16 წლის ზევით შეუძლია ნებისმიერ ადამიანს მოგვაკითხოს და ძალიან კარგი და ეს ფიზიკური მომზადება ჩვენ საუბრობდით იმაზეც რომ ახლა პიტერ ბრუკის სპექტაკლზე როცა საუბრობთ მე და ნიკოლოზი იქ სცენაზე არიან მსახიობები რომლებიც არიან ძალიან მაგარ ფორმაში და უნდა მივაქცეთ ამას ყურადღება უნდა ვივარჯიშოთ ქართველებმა ყოფდეთ ცხეულს რიტმის გრძნობა პლასტიკა ეს ყველაზე მნიშვნელოვანია და მე მართლა ამიტომ გამიკვირდა და ამიტომ თქვი კიდევაც რომ აი ის რაც ჩვენ მოგწონს უცხოელების სპექტაკლში დამოკიდებულება პროფესიისადმი ვოკალია მეტყველება ჯანსაღი მდგომარეობა აი ეს ყველაფერი აისახა და არ მხოლოდ ის რომ ნიჭიერი მსახიობია და დაწერტილი დამთავრდა ჩვენთან თეატრში ესე ხდება რომ ნებისმიერი რეჟისორი საომალოდ ვინც დადგავს ჩვენთან მათ შორის მეც დილაობით არის ხოლმე ვარჯიში მსახიობის 11-დან 2 საათამდე და მერე შეუძლიათ დანიშნულ რეპეტიცია არ არსებობს სხვანაირად ვარჯიშის გარეშე იმიტომ რომ თქვენ როგორც აღნიშნეთ მსახიობი ესთეტიურად უნდა გამოიყურებოდეს და მსახიობი სკამში არ უნდა იჯდეს მთელი სპექტაკლი იმიტომ რომ ვერ დადის სცენაზე და არ უნდა დაუარდეს ფურცელი იმიტომ რომ აღება უჭირს რა თქმა უნდა და მსახიობი უნდა იყოს ეტალონი და ასეც იყო ყოველთვის მაყურებლისთვის და რაც უფრო ლამაზი იქნება კარგი აღნაგობის და ასე შემდეგ და მეტი კუნთი ეგნება მაყურებლის ასეთი იქნება რამე კონკრეტული პრემიერა თუ იგეგმება ან კონკრეტული სპექტაკლი და რეჟისორის მოწვევა თუ აქვს ვინმე დრამატურგ რეჟისორს ამბიცია სურვილი იმისა რომ მოვიდეს და თქვენთან დადგას სპექტაკლი იცით არის ეს ართულია მე მესმის ჯერ სანამ პირველ სპექტაკლს გამოუშვებდით სპექტაკლ გამას რომელზეც თქვენ ბრძანდებოდით ნუ რიგი იდგა რეჟისორების რომლებსაც სურდათ დაიდგათ სპექტაკლი ახლაც რიგი დგას ნამდვილად დიახ უბრალოდ ჩვენ კრიტერიუმები გვაქვს რა თქმა უნდა ყველასთვის ჩვენი თეატრის გარები ღია არის თუმცა მათ უკვე მომზადებულები უნდა მოვიდნენ და არა ის თავისი გეგმით უნდა მოვიდნენ და არა ისე რომ თქვათ აი დაიწყებს და როდის როცა დაამთავრებს მაშინ დაამთავრებს ესე ვერ ვიმუშავებთ იმიტომ რომ ჩვენ არ ვართ თქვათ სახელმწიფო თეატრი ჩვენ კერძო თეატრი ვართ და თვითდაფინანსებაზე ვართ რაც შეეხება უახლოეს მომავალში ნოემბერში გეგმავთ რომ პირადად მე გამოუშვა სპექტაკლი ვუდი ალენის პიესა კლაინმანი ესე ქვია კომედია იქნება არაჩვეულებრივი ძალიან მინდა რომ დრამატული თეატრისა და ფიზიკური თეატრის სინთეზი მოხდეს ნახოთ ნოემბერში გელოდებით ამას იმედია გავაშუქებთ გასაკვირველია სალონის პირველები გავაშუქებთ სალომე იმედია მოიცლის საღამოს თუ იქნება აუცილებლად შენთვის მსაღნახავად კი არა ჯგუფის გაცაშებათ რომ საზოგადოებას შეთავაზოთ მე ჩვენთან ერთად მოძრაობს ჯგუფის დაგეშენდა თქვენი კარგი ой მე მაინტერესებს ერთი წამ ნიკოლოზ თვითონ თეატრის შენობაზე საუბრობდით რომ იქ ფოიეში ხელით არის გაკეთებული და ეს კაფეც ახსენე ხო მოდი მოგვიყევი როგორ კაფე ციგნების თაროს აი მაინტერესებს და ალბათ მსმენელსაც ძალიან აინტერესებს მაშინ თეატრის შენობიდან დავიწყებ თვითონ თეატრის შენობა წარმოადგენს თვითმფრინავის გარაჟს ავტოსადგომს უბრალოდ თვითმფრინავის სადგომს ავიასადგომს ხო ანგარს ყველაფერი არის ხელით გაკეთებული თეატრია ესე ვეძახით ფოიეში შემოსასვლელში ცენტრალური შემოსასვლელიდან დიდი კაფე გაკეთებული სადაც ბიბლიოთეკა არის
თუმცა ეს ბიბლიოთეკა მინდა აღვნიშნო რომ წიგნებს ჩვენ არ ვყიდით ეს ბიბლიოთეკა გავაკეთეთ ადამიანებისთვის რომლებსაც ვთქვათ მატერიალური ფინანსები არ აქვთ წიგნები იყვნენ წაიკითხავენ წავლენ მაქსიმუმ გაატანენ იქვე ბაღის ტერიტორიაზე არა შეუძლიათ თავიანთი წიგნები მოიტანონ და დატოვონ და ჩვენი წაიღონ წაიღონ ოღონდ ისე არ რა ტელეფონის წიგნები ტრამვაის ინსტრუქცია მოიტანოს და შექსპირი არა ეს ბიბლიოთეკა პრეხტში შეიძლება შექსპირი გაცვალოთ ამ პირიქით ხო საკამათოა ტიბატო დანარჩენი ყველაფერი აბსოლუტურად ხელით არის გაკეთებული ვინაკეთებდა ამ ყველაფერს ჩვენ მსახიობები დირექტორი თეატრის ყველანი იმიტომ არის ეს ძვირფად ხანდახან რაღაც მომენტში აი ეს 3 წელიწადი ვაშენებდით ამ ანგარს და რაღაც მომენტში აი ეს გრძნობა დაუკარგეთ რომ ვინ მსახიობი იყო ვინ რეჟისორი იმიტომ რომ ყველანი გადავიქეცით ეს მუშებად და რაღაცნაირად მე რთული იყო ის ამრელსებზე დადგომა და მაგრამ რაღაცნაირად შევძელით თეატრის სიყვარულით ავაწყეთ ჩვენი საკუთარი თეატრი მოკლედ უნდა ესტუმროთ აუცილებლად მოძრაობის თეატრს თვის ბოლოს ხო როგორც ჩვენმა სტუმარმა თქვა აუცილებლად თვის ბოლოს ჩვენს გადაცემაში დავაანონსებთ და ზუსტ თარიღს და საათს გეტყვით სოსო ძალიან დიდ მადლობას მოგახსენებთ რომ მოხვედით ჩვენთან სტუმრად მართლა ძალიან კარგ საქმეს აკეთებთ ახალი ჟანრია ახალი სინთეზია და წარმატებებს გისურვებთ და ჩვენს რადიო მსმენელებს კი უბრალოდ ვეთქვი რომ ამ თეატრს ახლა უნდა დავეხმაროთ იმით რომ უბრალოდ მივიდეთ და ერთი ბილეთი შევიძინოთ და დავესწროთ გენიალურ სპექტაკლს. დიდი მადლობა მოწვევისთვის. დიდი ჩვენ მადლობა. სამშაბათამდე გემშვიდობებით, სამშაბათს ისევ გაგიკვირდებათ და თეატრზე ვილაპარაკებთ. ნახვამდის. ნახვამდის. უმაღლეს ხელოვნებად ქცეული სანახაობა და მისი უდიდებულესობა. მაყურებელი, წარმატება და წარუმატებლობა, ობიექტური შეფასება და სამართლიანი კრიტიკა. თეატრზე უზომოდ შეყვარებული ადამიანები, სცენაზე და სცენის მიღმა. ავანსცენა. ნიკა წულუკიძესთან და სალომე კასრაძესთან ერთად რადიო იმედზე.